საღამოშვიდობის სამეგობრებო, როგორ ხართ? მოვიცალეთ თქვენთვისაც. ახლა ვიღაცა ოთომ გამოდო ჩემი ვიდეო თურმე და მოსთხოვს იმიგრანტებს, რომ სასწრაფოდ დაბლოკეთ თამარიო ჩემზე. ერთი სიტყვით მეგობრებო, რა ბნელ ხალხთან მე რამე საქმეა, მაგრამ ვისაც ყური აქვს და თვალი აქვს, ის ადამიანი, ვინც ახლა მე გამიცნობს ხო, სულ ერთია როგორ ფორმაში, გაბრანჭულ თუ აი ეს საშინაო ფორმაში, სამუშაო ფორმაში თუ რა ფორმაში, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გამიცნობს რა. ეს ადამიანი აუცილებლად კიდევ ერთხელ ნახავს ჩემს ვიდეოს და კიდევ ერთხელ და დღეს თუ მე მწყევლა მან ან რამე ცუდი თქვა, ან დამბლოკა, აი სულ რაღაც არც დასჭირდება 1 წელი. ძალიან მალე ჩემზე გაიგებს. თავის ხომ შერცხვება, იმიტომ რომ უუნარო და უტრაკო და ბრმა და ყრუ იყო. ხო და მეორე ის რომ რეალობას სულ სხვანაირად დაინახავს რეალურად. ვიღაცა ოთომ გამოდო ჩემი ვიდეო, ილია მეორეზე რომ ამბობ, რომ 6 თვის წინ გითხარით მეთქი ეს ამბავი და არავინ ყურად არ იღებთ მეთქი რა. მოკლედ ერთი სიტყვით ამ ხალხს არ ეზარება ამ ვიდეოების გამოჭრა. მართალია ახლა ილია მეორე გონიათ რომ ძალიან მაგარი ტიპი იყო და ერის მამა და ერის ვიღაცა, მაგრამ აი ძალიან მალე გამოჩნდება. ახლა 40 დღეც არ მოუნდება იმას რომ გამოჩნდეს ვინ იყო ეგ რეალურად. პრინციპში უკვე ჩანს და ვისაც თვალი აქვს ხედავს და ვისაც ყური აქვს იგებს, თუმცა არიან ძალიან ბევრი დაჰიპნოზებული და მოჯადოებული ადამიანები და აი ეს ადამიანები მალე აზრზე მოვლენ. და როდესაც აზრზე მოვლენ, პრინციპში უკვე გვიან არის ყველაფრისთვის. უკვე გვიან არის რომ ეს ხალხი გადარჩეს, ვეღარ გადარჩება ეს ხალხი. პირდაპირ გეუბნებით რომ რაც დღემდე თქვი ყველაფერი ერთ შეახდა. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემზე ცუდი თქვა, მე არ ვწევლი, მე ამას უბრალოდ ვაფრთხილებ. აუცილებლად. შეიძლება ვერც გაიგოს რატო ემართება, მაგრამ აი როგორ ცუდად წავა იცი საქმე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. ძალიან ბევრზე გამიგია კიდევაც და ძალიან ბევრი მინახავს კიდევაც, ძალიან ბევრი არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ ასია. აბსოლუტურად არაფერს არ ვაკეთებ იმისათვის, რომ უკან გაუგზავნო ეს საკითხი, გარდა იმისა, რომ ვაფრთხილებ წინასწარ რა. იტყვი ჩემზე ცუდ რამეს? ჩემს ზურგს უკან იტყვი ჩემზე ცუდ რამეს? ხო და ეს აუცილებლად დაგიტრიალდება უკან. და ეს არის ზუსტად ზურგს უკან ჭორაობა, როდესაც ვიღაცა ოთომ ჩემი ვიდეო აიღო, გამოჭრა და თავის გვერდზე ატვირთა. აი ესეთი რაღაცები მეგობრებო, იცით როგორ ცუდად დაგიტრიალდებათ უკან? არც დამენანებით რა. აი ერთი ოდნავ წარვიც არ შემიტოკდება. ძალიან სწრაფად ტრიალდება უკან. ბუმერანგი ჩემი მხრიდან. იცოდეთ ეს. რაც შეეხება იმას, რომ ძალიან პოპულარული გავხდი, მოკლედ ისეთი პოპულარული გამხადა ამ ჩემმა 4 წლიანმა ბრძოლამ, რომ ზოგი ვერც კი ამჩნევს იმას, რომ ვიღაცები მწერენ, რომ ის რომ არ გელანძღაო, უფრო მეტი ადამიანი მოგისმენდაო რა და იცი რა არის ადამიანი იმდენად ყრუ და ბრმა არის, რომ ვერ გაიგო მე რანაირი ტიპი ვარ რა და რომ მე ადამიანების მასაზე არ ვმუშაობ და მასონი არ ვარ. მე ვარ იმ 1, 2, 3, 4, 5, 10, 100 ადამიანისთვის მოსული, ვიზეც ქრისტე ამბობს, რომ
ერთი ადამიანის რომ გადაარჩინო, უკვე არის საქმე. და ერთი ადამიანის რომ მისმენდეს, მე იმისთვის ვარ მოსული. და არა იმისთვის, რომ მასებზე გავთვალო ჩემი. მასებზე რომ დოვნო და გათო ჩემო კარგო, იცით რა, რას გავაკეთებდი. საერთოდ ჩვიდი არ ვიქნებოდი და ჩემი პირიდან ჩვიდი სიტყვა არ გამოვიდა და არავის მიმართ. ვიქნებოდი ისე, როგორც ლაპარაკობენ ეზოთერები, გურუები, შარლატანები, პრეზიდენტები, მედია წარმომადგენლები და ესე ვილაპარაკებდი და მეყოლებოდა 500 მილიონი გამომწერი, მაგრამ არ არის ეგ ჩემი მისია, ვერ ხვდებით, ხო? ვინც ხვდება მე იმას ველაპარაკები. ყოველგვარი უსამართლობა უნდა ამხილო ისე, როგორც საჭიროა. იმ სიტყვებით, როგორც საჭიროა, იმ ტონით, როგორც საჭიროა და იმ ხმის სიმაღლით, როგორც საჭიროა. აი ამას რო ვერ ხვდებიან ადამიანები და გონიათ, რომ აი რომ მოგისმინა, ის რო გეთქვა ისე, დედაჩემის არ იყოს, წყნარად რო ილაპარაკო, უფრო მოგისმენთ. კიდე რა გიქნათ, ეტაში დაგიკრათ? ცხენიდან ჩამოხტე ბრძოლის ველიდან და თან თავზე ხელი გადაგიშვა და თან ერთი ხვლით იმას ვეომო, იმ მტერს. კიდე რა გინათ, გარშოკი ხوار დაგიდგათ. ღამით საბანი დაგაფაროთ და როგორ გილაპარაკოთ კიდე. ხალხი რა ტლუა ბიჭო რა. დედასვიცა ვარ, ებრაელებო ძალიან მაგრები ხართ რა. აი ესე უნდა რომ გააცრუო ეს ხალხი. ესე უნდა გააცრუო ეს ტლუყრუ და ცხვარი ხალხი. აბა რა უნდა ქნა? მიწებიც უნდა დააწერო, ვენახიც უნდა დააწერო. მაგრად უნდა გამოიყენო კიდევაც თავის მისაწყალზე. დაიმონო, როგორც შორენა თეთრუაშვილი აკეთებს ახლა რა. თქვენ გონიათ რამეს ცუდს აკეთებს შორენა თეთრუაშვილი? ძალიან მაგარი ქალი ყოფილა, დედასვიცა ვარ, ყველა მეუფე, ვინც კი ვითომ ავტორიტეტის წარმომადგენელია ვიღაცა ხალხში, თურმე ესე უქნეს თითს. მაგარი ყოფილა შორენა თეთრუაშვილი და არა მეუფე ჭიღრ-პიღრ მეუფეები, რომლებიც ტრაქში ფუკუილი გასდით, როცა შორენას ხედავენ. მაგათი დიდაც ჯეკ. აი ეგეთი ხალხი უნდა აიღო და დაამონო და კიდევ იმათი მონებიც უნდა დაამონო და კიდევ აი ყრუ და ბლუ და ტლუ ხალხი უნდა დაამონო რა. მართლა გეუბნებით, თუ ჩემ დიდ პატივისცემას არ იმსახურებდეს ის წარმომადგენლები, რომელმაც ეს ყრუ, ტლუ და ცხვარი ხალხი გამოიყენა, იმენა თავზე დააჯვა, ნიფხავი ჩამოაცვა და თანაც დაიმონა. ძალიან მაგარი ხალხი ხართ. ვინც ამას აკეთებთ და აი ესეთ ხალხს, ვინც მისთვის იბრძვის, მათთვის იბრძვის და აქეთ ებრძვიან კიდე, აი ეგეთ ხალხს დედასვიცა ვარ, თავებიც რო დააჭრათ, ბომბითაც რომ ააფეთქოთ, თუ შემენანოს აწი. არ მენანება რა, მაგარი ყლინჯი ხალხი ხართ, რო იცოდეთ რა. ყლინჯი, გაღუნული ესე იგი. ხო, ყლინჯი გაღუნულს ნიშნავს. მაგის მნიშვნელობაც რო არ იცით. არც ქართული ენა არ იცის, არც აგერ ებრაელები სწავლობენ ქართულ ენას, უფრო კარგად ესმის, დედასვიცა ვარ, მაგარ ჩემს დიდ პატივისცემას იმსახურებს, აწი ებრაელი წარმომადგენლობა რა. სულ ერთი ახლა ის მკვლელია თუ არა, შენ ხო დებილი ხარ და აკვლევინებ თავს. ხო და მე რატო უნდა მოვიკლა შენთვის თავი? ბიჭო, მე შენთვის და შენ დათვისთვის იყავი, დათვისთვის მოვიდეს და შეგჭამოს. ფუფ, აი შემეზიზღა, ქართველი ხალხი შემეზიზღეთ მაგრად რა. თქვენაირი უუნარო ერი თუ იყოს სადმე რა. უმადური და უუნარო ერი რა. ოთხი წელია ვიბრძვი, რომ განახოთ რა არის სიმართლე. 4 წელი ამას გავყვირივარ, რომ ეს კაცი არის დაჭერილი, დააპატიმრებული, გალიაში ზის. გამოდით ხალხო, არა სანამ არ მოკვდა და ჩააძაღლეს მანამდე, ხო, გიყვართ, ხო? არა პანაშვიდებზე სიარული? კი, როცა მოკვდება ადამიანი, მერე ყველა აფასებს, აბა, ადგება, ასწევს ერთ ტრაქს, მძიმე ტრაქს და მერე მივა სამძიმარზე. ვინმესთან და პანაშვიდზე ვინმესთან, ხო? ბიჭო, დაჭერილი რო იყო ეს კაცი, სად იყავით მანამდე?
არავინ არ გითხრათ? აგერ მე ხო გითხარით 1 მილიონმა ადამიანმა რო ნახეთ, სად იდეკით ის 1 მილიონი ადამიანი მაშინ? ჩემს კრიტიკაზე იდექით? ხო დაგაფხონ მაგ თავზე მაგ ეგნიფხავი და იყავით ეგრე. აჰა, გაყიდეს მთელი მიწები. რა მენაღვლება? მე ჩემი მიწები მაქვს საკმარისი ჩემი შვილებისთვისაც და საკმარისი მიწები მაქვს, არც გაყიდვა არ მჭირდება, მადლობა უფალს. მე რა მენაღვლება ერთი. ბიჭო, აქეთ ვიბრძი, თქვენთვის ვიბრძი, თქვენ დედამოწყნულო შიგნაკრავო ერო რა, მართლა რა, ოღონდ რა. და თქვენ კიდე რეებს აკეთებთ. რეებს აკეთებთ, ბიჭო, ვინ ახართ ვაფშე? რა უმადური ერი ყოფილხართ თქვენ? ვისთვის შეეწირნენ ეს მეფეები, ბიჭო, ვინ ყოფილან ესენი? შესაფურთხებელი ერი ხართ. გამანებეთ თავი, ბიჭო, ქართველობა აღარ მინდა შემძულდა რა ქართველობა რა. დედასპიცა ვარ, მაგარი ერი თუ არ იყოს, აი ებრაელო, საქართველო ქრისტესია კი არა, საქართველო შენია აწი რა. შენი იყოს რა. აღარ უნდა ეს ქრისტესის ხალხი საზიზღარი ხალხია, ისევ ბარაბას ირჩევს, ისევ იუდასგან იყიდება, ისევ ვერ ხედავს ქრისტეს. ვინ არის ბიჭო ეს ერი? ვინ არის ეს ერი? ამდენი იწვალა ღმერთმა თქვენთვის და სიმართლეს ვერ ხედავთ? ბანძო ხალხო თქვენ. წამოდი რა გავიაროთ რა ერთი. საქართველო ქრისტესი არა იმის არის. საქართველო ებრაელის არის აწი. და თუ დამსახურებულად არ მიიღო იმ ხალხმა ეს მიწა, აი თუ შემენანოს ებრაელებისთვის ეს მიწა რა. არ შემენანება დედასპიცა ვარ რა. მირჩევნია, აწი უკვე მირჩევნია ებრაელს კონდეს ეს მიწა, ვიდრე ქართველს რა. ისეთი ბანძი ხალხი, მკვლელი მირჩევნია ესეთ დებილს. დედასპიცა ვარ ესეთ დებილი და ტლუ ხალხი, გამყიდველი და შენთვის ვიბრძი ბიჭო და შენ კიდე ხმალს მირტყავ ზურგში. დედასპიცა ვარ ეგეთ ხალხს ებრაელი, მკვლელი ებრაელი მირჩევნია, შევეჯახები მაინც და შევეწირები. ესეთი ბანძი ხალხი ბიჭო, ოდითგანვე როგორ ეგეთები იყავით. ოდითგანვე როგორ ეგეთები იყავით ბიჭო და კიდე ეგეთები ხართ. ვეღარ გამოსწორდით, თქვენ დებილებო, თქვენ მეფე წასული არ იყო ომში, ეგრევე შეთქმულებას უწყობდნენ. ყველა დროში ბიჭო, ყველა დროში როგორ ჩიჯვალთ ამსა თქვენ საზიზღარი ერი ყოფილხართ რა. და ვიღეცა მეტყვის თუ რო არ გეგინებინა ქართველი ერისთვის უფრო მეტი მოგის. რა ჩემ ფეხებად მჭირდება ბიჭო უფრო მეტის მოსმენა. ესეთი ბანძი ერი ყოფილხართ ბიჭო. რაში მჭირდება თქვენი მოსმენა? თქვენს მოსასმენა დავდექი და ვლაპარაკობ ამდენს? რომ მარტო მომისმინოთ? წადი გაიარეთ რა ბიჭო რა, დადგებიან. ირანელები შემოგვესიენ, ებრაელები შემოგვესიენ, იმიტომ ღირსები ვართ ბიჭო. ღირსები ვართ, ერთმანეთს ვერ ხედავთ, რისთვის ვიბრძვით. რამდენი ხანია, 4 წელია ვიბრძვი, 3 შვილის დედა ვიბრძვი, საკუთარი თავი ჩავაყენე საფრთხეში. საფრთხის წინაშე დავაყენე ჩემი 3 ანგელოზევი შვილი, ჩემი ოჯახი და შენ კიდე დაბლოკეთ ეგრე იმიგრანტებო, ძალიან გთხოვ დაბლოკეთ ეს არამზედა ხალი. ყლეკაცა შენ, ვინა ხარ შენი დედა მოტყან მე მართლა რა. დედა შევეცი მე ესეთი დებილი ერის. ბიჭო, ვინა ხართ ვაფშე რა? ვინა ხართ, რატო გავწირე ჩემი თავი? 4 წელი რატო დავკარგე ბიჭო? ვინა ხართ? ყლინჯები ხართ რა? ყლეებიც არ გეწოდებათ, ყლინჯები ხართ ბიჭო, ყლე მაინც რაღაცა წმინდა არის. გაღუნულ თავიანები ხართ ბიჭო, ვინა ხართ? პატრიარქმა გიშველოთ იმ მკვდარმა აყროლებულმა გიშველოთ ბიჭო, მე რატო უნდა ვიბრძოლო მე?
რატო უნდა ჩავიგდო ჩემი თავი საფრთხეში თქვენს გამო ბიჭო ვინახართ ეს დებილიერი ხართ რა მაგარი რა არ შემიშვა ნუ შემიშვა დატყვევებულია იყოს დატყვევებული მაგის დედაც მოვტყან რატო უნდა მეყვირა ამდენი რატო უნდა მეყვირა ერთი ვისთვის უნდა მეყვირა იმისთვის რომ მილიონმა ხალხმა მომისმინოს და პოპულარული გავხდე პოპულარული რო გავხდე ესე გამოვიდოდი თქვენ წინაშე თქვენ ყლინჯებო თქვენა ამ ფორმით გამოვიდოდი თქვენ წინაშე და ესეთი ბანძივით გამოვიდოდი თქვენ წინაშე ის რომ მინდოდეს რომ მილიონმა და 5 მილიონმა ადამიანმა ნახოს ისეთი გავხდებოდი როგორც თქვენ გინდათ რომ ნახოთ ტუჩებ გადმოყრილი და ყრიმალებ გადმოყრილები ძუძვებ დაბერილები და ესეთი დატყლარშული სახით ისე გამოვიდოდი ბიჭო ბანძი გამოვიდოდი ისე ბანძი ვიქნებოდი როგორი ბანძებიც თქვენ გიყვართ რომ უყუროთ რა როგორ ბანძებსაც თქვენ უყურებთ კიდე ვერ გაიგო ამ ხალხმა რისთვის ლაპარაკობ თქვენ შიგ ხომ არა გაქვთ მართლა ყველას რა შიგ მაინც გქონდეთ ბიჭო შიგ მაინც გქონდეთ კიდევ კარგად იქნებოდა საქმე რა ვინ არის ეს გამოყლევებული ხალხი ხართ გეუბნებით რა კომენტარის დაწერისაც გეშინიათ და კიდე მე მომდექით ბიჭო ვერ დამიდექით მხარში ვერც ერთი 10 კაცის გარდა ვერც ერთი ვერ დამიდექით მხარში და რისთვის ვიბრძოლო ჩემთვის მე რაში მჭირდება ბიჭო აქაც მაქვს მიწები და გერმანიაშიც მაქვს მიწები წავალ იქ ვიცხოვრებ მინდა გინდა აქ ვიცხოვრებ გერმანიაში 15 წელი ვიცხოვრე და აგერ ჩემი მეუღლე აგერ ცხოვრობს და ნებისმიერ დროს წავალ თქვენ გონია ვიზა გამიჭირდება 3 გერმანელი შვილი მყავს რა ჩემი ფეხები მინდა ამ ჯურღმულში მითხარით ამ დაყლევებულ ხალხში და ამ ბნელ ხალხში რა ჩემი ფეხები მითხარით და პოპულარული მინდა რომ გავხდე ილია მეორის რო ვაგინებ მაგით სხვა ვერაფერი ვერ გაიგეთ თუ ფულებს მიხდიან რატო დავდივარ ამაიკი და რატო დავდივარ დანგრეული ჯიპით მითხარი ფულებს უმიხდიან საწავიდა ის ფულები თქვენ ყლეებო თქვენ მართლა რა თელი სოფელი აგერ ასურეთი ფეხზე ვერ დავაყენე ეკლესია ვერ ავაშენებინე ჩემი შვილები და ჩემი მეუღლით დავდივარ იქ და ვაშენებ იმ ეკლესიას და აგერ ქუთაისიდან ბიჭი მოდის კიდე და ის გეხმარება ის ფულები სადმი მაქვს თქვენ დებილებ აი ფურას ეკლესია კი არა თქვენ თავზე უნდა დაგემხოთ ყველა ეკლესია რა ეკლესიას ვაშე შიქხო არა მაქვს ბიჭო ვინ არიან ესენი ვაფშე რას დაანახებ ამ უმადურ ხალხს რა პირდაპირ დებილების ჯოგი მაგრად ჩამოგქნეს რა ყოჩახთ რა ებრაელებო თქვენ შემოგევლეთ რა ძალიან მაგარიერი ხართ მიდი ბიჭო გაანადგურეთ ეს ერი მთლიანად ბოლომდე რა ვერ მოუხერხეს ამ დებილების ჯოგს რომ გაენადგურებ ვერ მოუხერხეს აეხლა მოახერხეთ გაძლევთ უფლებას რა ვინსავარ ისავარ და გაძლევთ უფლებას მოუხერხეთ ამერს რამე ვერ იზრდებიან და ჯურღმულში არიან თავის დღე დამოსწრება ვერ აფასებენ ვერც ერთს ყლეკაცებს აფასებენ ხო იქ საქართველოს რო ანადგურებენ ისეთებს და გაანადგურეთ მერე მაინც დამაფასონ ბიჭო მერე მაინც რაღაცას იტყვია რომ კარგი ხნა ამ თამარმაო რა აგერ გაანადგურეთ როგორც ილია ანადგურებდა ყველაფერს წაიღეთ რაც ილია მოკყიდათ ხო იყიდეთ აგერ ყველაფერი რაც დაგჭათ ისიც წაიღეთ რა რა უნდა დამაფასო ვინ უნდა დამაფასო ამ დებილმა ბნელმა ერმა როგორ უნდა დამაფასოს მე
ეს თავის თავს ვერ აფასებს ეს ერი და მე დამაფასებს? ჩემს შრომას დააფასებს, თავის შრომას ვერ აფასებს ყლინჯი ხალხი. წადი რა შორენა თეთრუაში რა ჯიგარი ხარ, მაგარი ხარ რა, ბოლომდე იხმარე ეკაცები რა. ბოლომდე იხმარე, მოიხმარე და იხმარე რა. ეგრე ვინც რასაც იმსახურებს ის მოუვიდეს. ბანცი ხალხი ეს. ვინ ნახართ ბიჭო, ვინ? შემომივარდებიან ხოლმე ამ ჩემ სივრცეში და შენ ბავშვებს რომ მოუვარო არ გინდა? წადი გაჩემდი გოგო. ყლინჯები ბიჭო ვინ არიან ესენი? ენის ფასიც არიციან, თავისი ენა 40-ას ომგერა რო აქვს ის არიციან. ყველა ნებისმიერმა ებრაელმა იცის ვინც ქართულ ენაზე საუბრობს. ამათმა არიციან ამ დებილმა ჩლუნგმა ერმა. ჩლუნგების კორპორაციაა, საიდან შეიკრიბეთ ბიჭო, ამდენი დებილი და ბნელი ვერ გავიგე რა. ებრაელი რაც უნდა სიბნელეში ჩააგდო, არ მოტყუდება და თქვენ ვინ როგორ გატყუებენ ესე მაგრად მე ვერ ხვდები რა. ებრაელს ვერ მოატყუებ. და თქვენ კიდე თავზე ლაფი დაგას, იმენა დაგაჯვეს ზედ და კიდე იმ კაც მისტირით? თავზე დაგაჯვათ იმ კაც მისტირით? დაგაჯვათ ბოლომდე რა. ბოლომდე აყროლებული დაგაჯვათ. არ მაინტერესებს მაგარი აკრეფილი მაქვს, ბანძიერია, ქართველი ერი ყველაზე ბანძი ყოფილა. აქამდე როგორ უძლებდა ეს ქრისტე მართლა ვერ გავიგე რა. ბანძი უბანძესი. მოყვას რო ვერ დააფასებს, მის შრომას რო ვერ დააფასებს და რო ვერ გაიგებს რას იძახის ეს ადამიანი. 1500 ვიდეოდან რო ვერ გაიგებს რას ვიძახი რა. როგორ მკიდია იცი? როგორ მკიდი ხართ იცი? აი მაგრად მკიდი ხართ ვინც მაგას πει. ის ნორმალური თილიპერაკე, რო არ ვილაპარაკო, რა ჩემ ფეხებს მომჭამ. რომ არ ვილაპარაკო და ესე რო ვილაპარაკო, რა ჩემს ერთ ადგილს მომჭამ მაინტერესებს რა. როცა საჭირო იყო ვერ დადექი იქ სადაც საჭირო იყო და ეხლა მოხვალ ჩემ კართან და ის შურს იძიებ მე რო ესე ვლაპარაკო ბიჭო თავზე დაგაჯვეს იმას ვერაფერს ვერ უშვები და ჩემთან გექნება დიდი გული? ქვეშაჯვია ხარ ბიჭო ვიღაცა ხარ სულ ყველა ქვეშაჯვიები ხართ. ვერ გამოსულ ხართ გარეთ. და სახლიდან დიდი ბიჭები ხართ და დიდი ბაიები ხართ. და კაცი სანამ არ მოკდა და არ ამოაძაღლეს, იქ ამოალპეს. ტიპი ერთ ოთახში ამოალპეს და თქვენ გავარდით სამძიმარზე. ქალის არა მსგავსო კი არა დავაი დაახვიეშე ყლე ქალა თუ ყლე კაცა ხარ ვიღაცა ხარ ღმერთმა დაგწყევლოს. გვირილა აი ამ გვირილას უკან ვინც დგას დაწყევლილი იყოს თავისი შვილები და შვილიშვილებიანა სულ მთელი მოდგმით რა არ მაინტერესებს თავისი ნათესავებიანა დაწყევლილი იყოს. აი ესე არა ქალებს გაჩვენებთ ეხლა მე თქვენ გამოუშვებ მთელ წყევლას თქვენ წინააღმდეგ და მე იყავით ეგრე ბნელეთში ხომ გაიწმინდებით. ბანძები ესენი. ერეკელო და მიყურებს აქ. წყევლა მაწყებარისაა, როცა არასწორად დაიწყევლება. შენ ხარ
მაგარი ბანძი უმადური ღმერთმა დაგწყევლოს დედაბუდიანა ამოგწყვიტოს ყლექალა აი ეგრე მივაბლოკე სუმკიდია ეხლა რა არ მოგწონდათ ხო ჩემი თქვენ დამი ყვირილი რომ თქვენი დაცვა მინდოდა ეხლა დაგწყევლით რა არ მკიდია დაგწყევლით თორე ეხლა მე რო ამოვიბუგო თორე ძალიან ისე მეწყინება რა გამიშვით მეთქი ამ ქვეყნიდან კი არა გამიშვით მეთქი ამ აღარ მინდა ამ სიბნელეში ყოფნა თქო რა ჩამქოლეთ თუ გინდათ ჩამქოლეთ და თუ გინდა ჯვარს მაჩვით თუ გინდა დამხრიტეთ მკიდია მეთქი რა ჩემი თავის მკიდია თქო რა ბანძები ხართ ვერ გავიხარე თქვენთან სიბნელეში ზიხართ ფუშიერე ქალო ფუშე კი არა და რა ყლეები არიან ესენი ბიჭო გიშები არიან რა მინდოდა აქ რომ მოვდიოდი მართლა რა მინდოდა აქ რომ მოვდიოდი რა არ მკიდი ხართ თორე მეორე დღეს არ გაგახსენდეთ რომ გაგინეთ რა მეორე დღეს თუ გაგახსენდებით მადლობას მომიხდით თქვენ თავებს რომ დაინახავთ საპატრიარქოს რომ მივაწყევლე იქ და სამართლიანად რომ მივაწყევლე ღმერთმა რომ დამაწყევლინა ის ხალხი თქვენ რა გონიათ ქრისტე არ იწყევლებოდა აბა ვინ დაწყევლა ლეღვისხე აბა ღმერთმა რომ წყევლა გამოუშვა ადამიანებზე ის ვინ იყო ადამი და ევა რომ დაწყევლა ის ვინ იყო ღმერთი არ იყო თქვენ გონიათ რომ ღმერთი არ იწყევლება ღმერთი თუ იწყევლება ბიჭო მე ვინავა რომ არ დავიწყევლო ხო და წყევლი ყველა იმ არამზადას და ბნელეთი ჩაქვეს კნელდეს ცეცხლში დაიწვას ყველა ვინც ვერ ხედავს ადამიანის ღვაწლს ვინც ვერ ხედავს გამოუვიდნენ ეხლა ილია მეორის დამცველები აქ კლავიატურის ლომები და კაცი ბიჭო პებოდა იმ ერთ ოთახში და იქ ვერ მივიდნენ და ვერ გამოიხსნეს იქიდან თურმე შორენა უქნევი და ყველას თიც შეჩემისა ყველამ რა თუ იცოდით რომ შორენა უქნევი და ყველას თიც ხმა რატო არავინ არ ამოიღეთ და შენ რატო უნდა გაეღო შენთვის კარებიო ბებია მაგისამა ვინ იყო რომ არ გამიღოს კარები ხო ვერ გამიღო კი არ გამიღო და თუ ვერ გამიღო მაგარიერი ყოფილიყართ თქვენი მამა ესე დაიცავით რა აგეთ დასაცველი ყოფილა თურმე და იქ ზეჩიდან ილოცებს საკუთარ სულს ავნება არა ის კარგი რა გრიგოლ რა რეებს მარიგეთ აქ ჭკუე თავი შენ თქვენი თავები რომ დაარიგოთ არ გინდათ აი დედას ფიცავარ ბიჭო რომ გამოდგებით ხოლმე და აქ ჩემს ცოდვებზე ნერვიულობ თქვენ არა გაქვთ ცოდვები თუ თქვენ ძალიან სუფთები ხართ რახან არბილ სიტყვა ძალიან სუფთები ხართ შენ ჩემ ცოდვებზე რას ფიქრო ბიჭო მე ვიფიქრო ჩემ ცოდვებზე და შენსას მოუარე რა
ყველამ თავის ცოდებს მოუაროს და თუ გაინტერესებს აქ მე რა მდგომარეობაში ვარ მისმინი აქ და თუ არ გინდა წადი ბიჭო ვინახარ გიჭერ სადმე ვინმე გაგინებ იმიტომ რომ საგინებელი ხარ რომ შენ წინაშე ვიდგე შენ წინაშეც გაგინებდი თორე შემეშინდებოდა შენი მუშტის მორტყმის რა ყველას გაგინებდით ბიჭო 100,000 ადამიანი რო იდგეს ჩემ წინ და მათ წინაშე ერთი ვიდგე მაინც ყველას გაგინებთ რა არ შემეშინდება მეთქი ჩაკოლვისაც არ შემეშინდება ვინ სამხელია უნდა იმხილოს დადგნენ ყლეკაცები და ყლექალები და დადგნენ და ой რამდენი 8 საათი ვიცადე ილია მეორის მკვდარი მძორის სანახავად და ცოცხალი როცა იყო მაშინ არ იცადე მაშინ ტრაკი ვერ აიღე ბიჭო რომ მისულიყავი და გაგეგო ის კაცი რა დღეშია და ჩემ ცოდიზე ფიქრებენ ცეცხლი დაგეყრება თავზე ხო მაგას იძახდნენ ვინც ილია განიკითხოს ცეცხლი დაეყრებაო შენ გეშინია ცეცხლის მე არ მეშინია ცეცხლის დაყრის ვინც უსამართლოდ განიკითხოს იმას დაეყაროს ცეცხლი ბიჭო მე რატო უნდა დამეყაროს სამართლიანად განვიკითხავ და სამართლიანად მოვკითხავ ყველას სამართლიანად ვამხელ ყველას საგინებლები რომ არ არიან ძალიან კარგად ხვდებიან ამიტომაც ღებულობენ საკუთარ თავზე და ეწევათ გული საგინებელი რომ არიან ძალიან კარგად ხვდებიან საგინებლებიც არიან და საწყევრებიც არიან ბიჭო ვინ არიან ხალხი ვერ ადგა ტიპები შოუს უყურებენ რა შოუს უყურებენ ამ 4 წელია ყვირი ვარ და შოუს უყურებენ 4 წლის განმავლობაში დედას ვიცავა რამდენი ადამიანი შევხვდა იმდენი კომენტარებს ვერ ვწერ მაგრამ უყურებ შენს ვიდეოებს მადლობა დიდი მაგისთვის წერ მე ვიდეოებს რომ ხალხი გაერთოს და მიყუროს თავზე დაგცხემიათ მეხი იუდეველების ხელში კი არა იუდეველებმა გადაყლაპონ მთლიანად რა მაგარი ხალხია ბიჭო რას ვერჩი ის ხალხი ძალიან მაგარი ხალხია რა იუდეველები რომ ხალხია, ეგეთი ხალხი თუნდაც კაცი ჭამია იყოს, მე რა. თქვენ არ ჭამთ კაცებს? არ ჭამთ? აბა ეს რა არის? რა კომენტარებს მიწერთ? თუ თქვენ არ გონიათ რომ ეს არ არის კაცი ჭამიაობა და მარტო ხორცს რო შეჭამ ხორცის გამო არის კაცი ჭამიაობა. კაცი ჭამიები ხართ მთლიანად თავიდან ბოლომდე მოდგმა. ხედავთ ვიბრძვით და ერთი კაცი არ დამიდექით ბიჭო გვერდში აგერ ეს ხალხი ვინც ჩემთან დადის სიდონის წევრები ვინც არიან მხოლოდ ის ხალხია ჩემს გვერდი ვინც დღემდე ვნახე და დანარჩენები აგერ შორიდან მიყურებთ უყურეთ ბებია თქვენის მუტლებს რას მიყურებთ ბიჭო მე არ დავდგარვა რა იმისათვის რომ მიყუროთ და ტაში უკრათ გამოსაფხიზლებლად ლაპარაკობ მიაკ და გამოსასვლელად თუ კი მართლა შეგძლებიათ ერთად დგომა 8 მილიონი ხალხის ხო თუ რამდენი იდექით იქ გადავაჭარბე 8 მილიონი კი რა 1500-იც არ იყავით თუ კი ერთად შეგძლებიათ დგომა ყდარის სანახავად ცოცხლებს იმდენ პატივს ვერ მიაგებთ იმიტომ რომ ძორი ჭამიაერი ხართ მაინც უნდა მოკვდეს ადამიანი რომ მიაგოთ პატივი ხო? ფუ თქვენი ვინახართ რა ერი ხართ ვაფშე ვინ გშობათ? რომელმა ანგელოზმა ღვთისშვილები არა ბანძები ხართ ვიღაცეები ხართ ბიჭო. და ჩემს ენერგიებს უფრთხილდებიან მე ვიღაცეები და მწერენ რომ ესი არის ლაპარაკო, ისი არის ლაპარაკო, ესე ბევრი დროს ხარჯავს მოდით ბარემ და თავზე ხელი გადამისვით, მოდი, საბანი დამახურეთ ღამით რომ დავწები არ გადამეხადოს. მიყარაულეთ. ძალიან გული შეგტყივათ ჩემზე, ხო? ბანს ხალხავ.
არა ქალის წელი, არა ქალო, ღმერთმა დამიფაროს, რომ ქალი ვიყო მხოლოდ. ღმერთმა დამიფაროს რა. მინჯების საზოგადოება ბიჭო ვინ არის? რატო დედას ვიცავარ მაგრა თუ არ გეჩხუბო ეხლა შენ რა? რა მინდა აქ რომ ამყოფებ, რა მინდა აქ? ამ ყლინჩთა საზოგადოებაში რატომ ამყოფებ, გამაგებინე? რამე დაგიშავე, მაგის დედავატირე? ბნელეთია ბიჭო, საბნელეთში ვარ, სიბნელეში ვარ, ჯურღმოლში ვარ. რა არის ეს? როგორ ცხოვრობთ ბიჭო, ვინები ხართ, რა დამონებული ხალხი ყოფილიყართ, რა გჭირთ? სიტყვის ამოღების ხმის ეშინიათ, სიტყვის თქმის ეშინია ამ ხალხს ბიჭო, ვინები არიან? აუ დედას ვიცავარ. მაგარი დაყლევებული ხალხი ხართ რა. დაყლევებული ხალხი ხართ რა. ამ სიტყვის უფრო ეშინიათ, ვიდრე ის, რასაც სახელმწიფო დღეს უშვება ამ ხალხს, გესმის? ქალი რო ამ სიტყვას იძახის, დაყლევებული ხარო, ყლეს ან ჩურს, იმის უფრო გეშინიათ, ვიდრე დედას რო გიტყნავთ სახელმწიფო რა. დედას ვიცავარ, მაგარი დაგაყლევეს ვიღაცაება თქვენ აწი რა გამოგაფხიზებთ, ბიჭო, ვინა ხართ? აი ეს დედამოტყნული ვინ არის? ეს დედამოტყნული ცალთვალა. დაუბლოკე ის ვიდეოები. აი ეს რა ჩემი ფეხების ვიდეოა მითხარი. მოკვდა გითხარით. შოთო სიხარულიძეს ვთხოვთ, ემიგრანტები რომ ეს ადამიანის არამსგავსი არსება სამუდამოდ დაბლოკოს. დედაც მოგწყვნიათ. სულმუდან მათ დარჩენილიყავით ემიგრანტებო და ნუ ჩამოსულიყავით ის ხალხი, ვინც ვერ გაიგეთ ჩემი ფასი რა. საქართველოს მიწაზე ფეხი ვეღარასოდეს ვერ დაგედგათ. ამინ ამენით ვამბობ ამას რა. მამა ღმერთს, დედამ ღმერთს და ყოვლად ურყვნელ სინათლეს ვთხოვ. საქართველოს მიწაზე ფეხი ვერ დაგედგათ ეგეთ ემიგრანტებს რა. დედაც მოგწყნოდეთ. მაგ საზღვარგარეთ ვინც ხართ, ემიგრანტებო, ის ვინც მოითხოვთ ჩემს დაბლოკვას, დაბლოკილი იყავით მამაზეციერისგან და დედაზეციერისგან, ძეღმერთისგან, სულ მუდამ ამინ ამენით, ვეხვეწები სრულიად ზეცას. დედამოტყნულები ესენი, ვინები არიან ბიჭო, ვინები არიან? აღდგომამდე უნდოდა. ვინები არიან სირები ბიჭო, ვინები ხართ? ეხშიტისწინო კაცი მოკვდა გითხრა. ეს მეორე. არ გაინტერესებთ აქ რა კომენტარებია? არ გაინტერესებთ აქ რა დედამოტყნულობას აქვს აქ ადგილი? ჰა? აი ესეთი საზოგადოება ჩამოაყალიბა ამ დედამოტყნულეთის ილია მეორის საზოგადოებამ. დედას ვიცავარ, დედა მოუტყანი ამ ხალხს რა. შორენა, მაგარი ხარ რა. დედა კი არ აქვს მოსატყნავი, ეს ხალხი მოსატყნავი თვითონ არის რა. სრულიად დატყანი. ხო, ის ყველა მეუფესთან ხო იწექი. ყველა მეუფესთან ხო მაგარი იმას ქენი რა ქვია, მიჟიმე იქ. ეხლა სრულიად აი ესეთი საზოგადოება, ვინც ვერ აფასებს ჩემნაირ ადამიანს, შენ უფრო აფასებ, დარწმუნებული ვარ, ებრაელი უფრო აფასებს ჩემს შრომას, ვიდრე ქართველი რა. დედას ვიცავარ, ყველა ის ქართველი გაჟიმე, ტრაქში ცოცხი კი არა, ყველგან ცოცხი შეურჭერა.
ვინც ის თქვა ჩემზე, რომ ცოცხი ხელში დააკავო, ყველას ცოცხი მოხვედრდეს ტრაქში რა. დედას ვიცავ, ყველას ტრაქში მოხვედრდეს ის ცოცხი რა. აი სააკაშვილმა ხო უქნა ამერს და ძალიან მაგარი კაცი ყოფილა რაც უქნა რა. ღირსები იყვნენ და უქნა თურმე რა. და ვინც ჩემზე გიჟი თქვასო, ყველა საგიჟეთში მოხვედრილი ყავით, დედას ვიცავ, ოდნავ თუ ამინ ამენით ყველა საგიჟეთში ჩაიყუდოს აი ამ შორენას რა. ვინც ჩემზე ეგ თქვა, რომ გიჟიაო ეს გოგო, ხო? და ვინც კიდე ის თქვა, რომ და მადლობა მაინც გადამიხადეთ და ეხლა ოფიციალურად დედას ვიცა, აი წყევლა მოდის უკვე რა. ეს რა ვინც ჩემზე დეგენერატი თქვა, დეგენერატებს ვერ გასცდენოდეს. დეგენერატებში აღმოხტოდეს სული. მაგის დედას შევეცი. ვინც ჩემზე რამე ცუდი თქვა რა. და ვინც ჩემზე ჭორი გაავრცელა. და ვინც ვერ გაიგო რატო ყვირი ვარ, ხო? დედას ვიცა ვარ, ნურას დროს ნუეხილოს მზე. აი ესე ვიძახი მაგას, ამინ ამენით იესო ქრისტე. აი დედას ვიცა ვარ, ისე გამამწარა ახლა ამ ერის ამ ბანძმაერმა ისე გამამწარა, რომ სრულიად დედამიწას დავლეწავ რა. დედამიწას დავლეწავ რა. დაილეწოს მაგის დედაც მოთხარ. დალეწილი იყოს სრულიად დედამიწა, აფეთქებული იყოს, ყველაფერი განულებული იყოს. დედა მოსწყნოდეს ამ სრულიად ჯოჯოხეთს. ვინ არის ეს, ვინ შეფეხი რეკავს ეხლა ეს? რად გამოგიცხადეს? დედას მოსწყნია კი არა, სრულიად პლანეტას დავლეწავ მეთქი ეხლა თქო რა. თუ მაგის ძალა არ მქონდეს, ნახავ მაგასაც რა. ამ დღიდან აი ეს ხო ვიწყევლები 3 დღეში თუ თავზე არ დაგენგრათ, სრულიად დედამიწა, მაგასაც ნახავთ ბიჭო. 3 დღეში თავზე დაგენგრევათ ყველაფერი. ამინ ამენით. დაინგრეს სრულიად, რაც აშენებულა ქვაქვაზე ნუ დარჩენილა. უფალო იესო ქრისტე, ყოვლად ურყვნელო სინათლეო, მამა ზედა სული წმინდა, ყველას გევედრებით რა. თუ სადმე რამე სიკეთე მიკეთებია და რა გულითაც მე ეს ადამიანები, ამ ადამიანებისთვის 4 წელი გამწარებულ ვარ, დედას ვიცავად, ძალიან გთხოვთ რა, შეისმინეთ ჩემი ვედრება რა. ამინ ამენი, დაელეწოს ყველას თავზე თავისი აშენებული. ამინ ამენი, დაილეწოს ყველაფერი, დაილეწოს ამ დედამიწაზე, ვისაც კი უშენებია და ის ვერ დაუნახავს, რომ ადამიანი რომ ამათვის იბრძვის და ესენი კიდე უარეს უშვებიან, დაელეწოთ, დედა მოსწყვნიათ ყველას. ყველაფერი დაელეწოთ, ყველაფერი გაუნულდეთ. რაც ეხლა ჩემი პირიდან გამოვიდა, თუ ზედმიწევნით არ მიეწიოს, ვინც ვნახე, ვისი კომენტარიც ვნახე და ვისი კომენტარიც ვერ ვნახე, აი არ ვინდო ბაღარავის რა, არ მაინტერესებს, არავინ არ მაინტერესებს, არც ბავშვი მაინტერესებს, არც ქალი, არც კაცი. ხო ეგეთია იახვე, ხო და იახვეს მივმართავ ეხლა რა, მამა ღმერთს მივმართავ. ზეცად მყოფი ხარ, თუ ქვესკნელს მყოფი ხარ, იახვევ რა. დაალეწე ამ ხალხს, ყველაფერი თავზე დაალეწე. ვისაც შეგიძლიათ, ილოცოთ, დაილეწოს ყველაფერი რა. ილოცეთ, რომ დაილეწოს ყველაფერი. აღარ არის საშველი. 3 დღეში დაიმახსოვრეთ რა. თავზე დაელეწება ყველას ყველაფერი. იესო ქრისტეს სიტყვისამებრ ქვაზე ნუ დარჩენილა. ამ დედამიწაზე ვინცაც რა უშენებია, ყველაფერი დაიმსხვრეს.
დაესვას წერტილი, მაგის დედაც მოტყან. დაესვას ყველაფერს წერტილი. აგერ გავააქტიურებ ახლა მე თქვენს თვალწინ რა. თქვენს თვალწინ ისეთ რაღაცას გავააქტიურებ, დედა მოეწყონება ყველაფერს, მაგის დედა შემოც. აგერ გავააქტიურებ აქ. შავი ფანქრით გავააქტიურებ, კერდეს შავი პასტით გავააქტიურებ. დაილეწოს ყველაფერი. ამა დედამიწასა ზედა. ქვაზე ნუ დარჩეს. იესო ქრისტეს სიტყვისამებრ. ამენ. დღესვე გააქტიურდა. 3 დღის განმავლობაში 3 დღეში თქვენ ნახავთ რა მოხდება რა. გიშველოთ მერე ილია მეორე. მერე ნახავთ თქვენ რა მოხდება. ზეციდან ილოცოს მერე იმან. თქვენთვის. თქვენ ბანზო ხალხო თქვენ. თქვენ უნარო და უშნო ხალხო თქვენ. ფუ თქვენ. საწავიდა. მერე მეძახეთ ჯადოქარი. ჯადოქარი ვარ ზუსტად რა, რო იცოდეთ, თქვენ არ იცით მე რა მხელა ჯადოქარი ვარ. ხო და დაიმსახურეთ ამ ჯადოქრის ესეთი ქმედება. თქვენ უდებილესო ხალხო თქვენ. საქართველოს მიწა არ გენახოთ. თავზე დანგგრეოდეთ ეს ყველაფერი რაც ააშენეთ. ხო ხართ საზღვარგარეთ და ხო გინდათ რომ ჩამოხვიდეთ აქ ლამას სახლებში. ხო და თავზე დანგგრეოდეთ ეგ თქვენი ნაშრომი და საქართველოს მიწა ფეხი ვერ დაგედგათ საქართველოს მიწაზე. გადაუზიარეთ ყველას გადაუზიარეთ. დედას ფიცა ვარ თუ ერთი ვინმე მაინც დავინდო რა. ყველა ვინც ვერ დაინახა რას ვაკეთებ? მამა ზეციერი დაგანახეთ აწი ტანჯვაში. არ გინდოდათ ხო დაგენახათ ხო? მამა ზეციერის არის. ეს მატერია და მამა ზეციერს შევთხოვ. იახვეს თქვენს იხს შევთხოვ და შემისრულებს. იმიტომ შემისრულებს რომ მას ვემსახურე დიდი ხანი. იახვეს ვთხოვ. სულიად უმადური ხალხი.
გაწყვიტოს. როგორ მოდის ქრისტეო, რა თქვა? ცეცხლით და מחვილითო, ხო? ხო და აღსრულდეს. ამინ, აღსრულდეს. მერე დადექით ამ სივრცეში და მაწყნარეთ. მერე მაწყნარეთ მერე მირჩიეთ როგორ ვილაპარაკო და როგორ არ ვილაპარაკო, თქვენ მასწავლით დედამოწყნულები როგორ უნდა ვილაპარაკო და როგორ არ ვილაპარაკო, ხო? თქვენ მასწავლით მაგას, ხო? სატანა მიძახეთ, ხო? თქვენი ნება სატანად გადამაქციეთ, ხო? თქვენი ნება შემეძლო ანგელოზის ყოფილიყავი აქამდე როგორც ვიყავი. ხო და სატანა გინდოდათ? იყოს ნება თქვენი. ხო ვარ სატანა. ხო და ბოლომდე მივიყვან საქმეს. თქვენ გონიათ სატანას არ შეუძლია საქმეების კეთება? სატანას ემსახურება ეს დედამიწა. და სატანას ემსახურებით თქვენს საწავიდა ახლა ის. ხო და დაგანგრევთ თავზე. ბიჭო, სატანის არ მეშინია, მე არ მეშინია, თქვენ თუ გეშინიათ, ეგ ჩემი საქმე არ არის. დაგანგრევთ თავზე ყველაფერს, დიდაც მოგწყუნიათ. თქვენ უმადურო ხალხო თქვენ. ისეთ წერილს დავწერ. სუმკიდი ხართ ყველანი. მერე ინატრეთ ქალებისა და ლამაზი ქალების ნახვა. ჩემნაირი ლამაზი ქალების ნახვა ინატრეთ მერე. გეშინოდათ ცუდი სიტყვები, ეხლა ნახეთ თქვენ რისი შეგეშინებათ. აი ეხლა უკვე სულ სხვა ლეველზე გადავდივართ და ეხლა ცუდი სიტყვების კი არა. თქვენი თავების შეგეშინდებათ, გესმის? თქვენი თავების. რამე თუ დაინახავს თითოული თავის სიბნელეს.
გინდოდათ ხო სატანის გამოძახება? არ მეშინია მეთქი, სატანის არ მეშინია? არ მეშინია. რაც იძახეთ ის მოგივათ. ის გამოგეცხადებათ, ბიჭო. ვისაც უძახდით ის გამოგეცხადებათ. სატანას აწიხილავთ. არ იცოდით ხო ვინ არის სატანა და როგორ გამოიყურება? გეგონათ მე ვიყავი? აწიხილეთ სატანა თითოეულმა თქვენგანმა, ვინც მე სატანა მიწოდეთ, სატანა იხილეთ 3 დღეში. დედასფიცა ვარ, სატანამ მოგაკითხოთ. ჩემი თავი გაგახსენოთ იმ სატანამ რა. ვინც შემზე სატანა იძახეთ, სატანა მოგაკითხოთ, ბიჭო, სატანა მოგაკითხოთ. რა მოვიდა ყელში ამათი ყლინჯობა, ბიჭო, ვინ ახარ?